And lane number 2, Team Georgia in the Netherlands. Lane number 3. ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიური სპორტული ღონისძიების ბოლო შეჯიბრი 2019 წელს ცურვაში იყო. Take your mark. მასში 3 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ლაშა სურმანიძე, რეზო გორგაძე და ალიკა გითოლენდია. ცურვაში მათ 3 ოქრო, 8 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. კარგი შედეგი. ცოტა მომზადებელი. კალიფორნიაში საზღვაო ქვეითების სპორტულ შეჯიბრში წელს ჯამში 12-მა ქართველმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ ჯამში 38 медალი მოიპოვეს, 8 ბრინჯაო, 10 ვერცხლი და 30 ოქრო. რაშიც კალათბურთში გუნდური 1 ოქროსთვის თითოეული მათგანისთვის გადაცემული 9 ოქროს медალი შედის. ყველა შეჯიბრს მთელი გუნდი ერთად გულშემატკივრობდა. ცურვის დაწყებამდე კი ზოგიერთმა მათგანმა იქვე საცურაო აუზთან მოწყობილ სარეაბილიტაციო მოედანზე ვარჯიშიც მოასწრო. თამაშების ორგანიზატორები ამბობენ, რომ რეაბილიტაცია, შეჯიბრი, ფიზიკური გაძლიერება, თანამოაზრეების გაცნობა და კარგი დროის გატარება ამ ღონისძიების მთავარი მიზნებია. ზოგიერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი ქართველებთან ერთად ერახში იბრძოდა და მათ ძალიან დიდ პატივს სცემს. წარსულში ბევრ ქართველთან მიმუშავია და მიბრძოლია ერახში. საქართველოს ისტორია კარგად ვიცი და ამ 2 კვირის ამ ბიჭებთან გატარება ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. ეს ბიჭები ისეთები არიან, როგორი მოლოდინებიც მქონდა. ძლიერები, შეუდრეკელები, გამტანები არიან და იუმორის კარგი გრძნობა აქვთ. დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცებისთვის ასეთი შეჯიბრები რეაბილიტაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. საკუთარი თავის პოვნაა, მას შემდეგ რაც განსხვავებული ხდები, მას შემდეგ რაც ტრამვა გცვლის. ამ შეჯიბრში მონაწილეობა იმ ადამიანებთან დაახლოების საშუალებას გაძლევს, რომლებიც შენს მდგომარეობაში არიან. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ისინი ქართულ ჯარისკაცებს საბრძოლო ველიდანაც იცნობენ. ამ შეჯიბრს ყოველწლიურად მართავთ არა მარტო ამერიკელი, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცებისთვისაც. და მისი მიზანი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ტრავმა გაქვს გადატანილი, მაინც შეგიძლია აკეთო ის, რაც გიყვარს. ბოლო 3 წელია ამ შეჯიბრის მეშვეობით ქართველებთან მიწევს ურთიერთობა. თითოეული მათგანი არაჩვეულებრივი ადამიანია. ერთმანეთთან, სხვებთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მათ შორის ძმობის დანახვა ძალიან ადვილია. ისინი ჩვენს მარინებს მაგონებენ, შეკრული, ძლიერი ჯგუფია. ეს შეჯიბრი იმის ერთ-ერთი დასტურია, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ამერიკელი სამხედროები ან ქართველი სამხედროები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რომელიც ერთ ბრძოლაშია ჩართული, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე ქართველებთან წარსულში მსახურობდი, ავღანეთში მათთან რამდენიმე თვე მუშაობდი. ისინი არაჩვეულებრივი მოკავშირეები არიან. ჩვენ შორის ბევრი მსგავსებაა. ეს შეჯიბრი დღეს ცურვაშია. ქართველი ჯარისკაცები ძალიან კარგი მოცურავეები არიან. ისინი კალათბურთში ჩემპიონები გახდნენ. მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გავიგე, რომ თურმე თამაში ცოტა ხნის წინ დაუწყიათ. ის ფაქტი, რომ მათ თამაში ახლახან დაიწყეს და მალევე ჩემპიონები გახდნენ, მათი უნარების და გაუტეხლობის შესახებ ბევრს მეტყველებს. ქართველი ჯარისკაცები უკვე საქართველოში არიან. წასვლამდე მათ ამერიკის ხმას უთხრეს, რომ მომავალ წელს უფრო დიდი წარმატების იმედით დაბრუნდებიან საზღვაო ქვეითების თამაშებზე. ია მეორმიშვილი, ამერიკის ხმა, სან-დიეგო.